ხელმწიფის ქალების ზღაპარი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ხელმწიფე. ყავდა 4 შვილი, 3 ქალი და 1 ვაჟი. დაბერდა ხელმწიფე. იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოიხმო ვაჟი და უთხრა: "ყდები შვილო და მინდა ჩემი უკანასკნელი სურვილი შეასრულო. როცა შენს დებს გათხოვების დრო დაუდგება, პირველ ბედს ნუ დაუკარგავ. გადი აივანზე და ვისაც კი თვალს მოჰკრავ, თავადი იქნება ხელოსანი თუ უბრალო გლეხი, უბრძანე შენი და ცოლად შეირთოს." გამოხდა ხანი. დადგა უფროსი ქალის გათხოვების დრო. გავიდა ჭაბუკი ხელმწიფე აივანზე, გაიხედა, ფეხში შველი მაწანწალა მოდიოდა. "ჰეი, მეგობარო, ერთი წუთით მოიცადე." დაუძახა ხელმწიფემ მაწანწალას. "რით შემიძლია ვემსახურო თქვენს მეფურ უდიდებულესობას?" კითხა მაწანწალამ. "ნება მიბოძეთ, ჩემი გზით წავიდე, თორემ ღურები უჭმელი მყავს, ძალიან მეჩქარება." "მოდი აქ, საქმე მაქვს შენთან. ჩემი უფროსი და ცოლად უნდა გაგატანო." უთხრა ხელმწიფემ. "რად დამცინით, თქვენო უდიდებულესობავ? სადმე, სად თქვენი და ერთი ღარიბი მეღურე ვარ." უპასუხა გამლელმა. "ასეა თუ ისე, ჩემი და მაინც უნდა შეირთო ცოლად. ასეთია მამა ჩემის უკანასკნელი ნება." უთხრა ხელმწიფემ კაცს. დაიწერა მეღორემ ხელმწიფის ქალზე ჯვარი და წაიყვანა. დადგა შუათანა დის გათხოვების დრო. გავიდა ჭაბუკი ხელმწიფე აივანზე და პირველ გამლელს დაუძახა. "მეჩქარება თქვენო უდიდებულესობავ, კაკალათები მაქვს დაგებული, უნდა მივხედო, ვინ იცის იქნებ ფრინველი უკვე გაება." უპასუხა გამლელმა. "მაგას მერეც მოასწრებ. ჯერ აქ მოდი, სიტყვა მაქვს ათქმელი. მივიდა მონადირე ხელმწიფესთან. ჩემი და ცოლად უნდა შეირთო." უთხრა ხელმწიფემ მას. "ერთი საწყალი მონადირე ვარ, სადმე და სად თქვენი და არ გახლავართ თქვენი მოყრობის ღირსი." უპასუხა მონადირემ. "ასე ბრძანა მამაჩემა, მე მის ნებას ვასრულებ." დაიწერა ჯვარი მონადირემ ხელმწიფის შუათანა ქალზე და სასახლიდან წაიყვანა. დადგა უმცროსი ქალის გათხოვების დროც. გავიდა ხელმწიფე აივანზე. გაიხედა, გზაზე მესაფლავე მოდის. ხელმწიფეს ძალიან უყვარდა უმცროსი და გული ედგინა მესაფლავეს როგორ გავატანო, მაგრამ მამის ნებას ვერ გადავიდოდა და მიათხოვა. დარჩა ახალგაზრდა ხელმწიფე მარტო უზარმაზარ სასახლეში და მოიწყინა. "მოდი მეც ჩემი დებივით ოჯახს მოვეკიდები, რა მიშლის ხელს, რატომ ცოლს არ შევირთავო?" გაიფიქრა ჭაბუკმა. გავიდა აივანზე, გაიხედა. სასახლის წინ აჩქარებით მიდის მრეცხავი დედაბერი. "ჰეი, დედი, მოიცადე ერთი წუთით." დაუძახა ხელმწიფემ. "რა გინდა, ბატონო?" შემობრუნდა დედაბერი. "აქ მოდი, ერთ მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მოგელაპარაკო." "ნეტავ ასეთი რა საქმე გაგჩენია? აი საქმე მე მაქვს, წყალზე მიმეჩქარება, თეთრეული მაქვს გასავლები." უპასუხა დედაბერმა. "ახლავე აქ მოდი, გიბრძანებ." მაგრამ დედაბერმა ხელმწიფის ბრძანება აინონში არ ჩააგდო. ზურგი შეაქცია ჭაბუკს და თავისთვის ჩაილაპარაკა. "თუ ვაშკაცი ხარ, წადი და მზეთუნახავი ფიორი დაიპოვე." წავიდა დედაბერი. ხელმწიფე უცებ ცუდად გახდა. ისე აკანკალდა, რომ მოაჯერს მოეჭი და არ წავიქცეო. რაღაც საშინელი ნაღველი შემოაწვა. ჩემი დები ხომ არ მომენატრაო, გაიფიქრა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ სულ სხვა რამ აწუხებდა. თურმე მზეთუნახავი ფიორიტა ჩაუვარდა გულში. "წავალ, ქვეყანას მოვივლი, სანამ მშვენიერ ფიორიტას არ ვიპოვი, უკან არ მოვიხედავო", გადაწყვიტა ხელმწიფემ და გზას გაუდგა. იარა, ცხრამთა გადაიარა, მაგრამ მზეთუნახავი ფიორიტა ვერსად ნახა. ვერც მისი ასავალ-დასავალი გაიგო. 3 წელი კი დაილია მის ძებნაში. ერთხელ ხელმწიფემ მინდორზე ღორების კოლტი დაინახა. გაიარა ცოტა კიდევ. ახლა სხვა კოლტი მოდის, ზღვასავით მოდებია იქაურობას უთვალავი ღორი. შეერია ხელმწიფე კოლტში. იარა და ერთ საუცხოო სასახლეს მიადგა. დააკაკუნა ჭიშკარზე. "ჰეი, მასპინძელო, ღამე გამათევინეთ მოგზაურს." დაიძახა. უცებ ჭიშკარი გაიღო. დიასახლისი გამობრძანდა, შეხედა ხელმწიფეს და კისერზე შემოეჭდო. ძმაო!" იძახდა ქალი. ხელმწიფემ იცნო თავისი უფროსი და ღორის მწყემს რომ მიათხოვა.
ჩემოდაო. შესძახა გახარებულმა. მალე სიძეც დაბრუნდა. მაწანწალა აღარ იყო, ნამდვილი დიდებულივით გამოწყობილიყო. დამდა სიძემ ხელმწიფეს თავისი მშვენიერი სასახლე დაათვალიერებინეს და უმცროსი დების ამბავიც უამბეს. ისინი ჩვენზე უკეთ ცხოვრობენო. ხელმწიფემ დასდა სიძეს გაუმხილა თავისი დარდი. ზეთუნახავ ფიორიტას ვეძებ. შვენიერ ფიორიტაზე არაფერი გაგვიგია. უპასუხა უფროსმა დამ. იქნებ უმცროსდებს ჰქონდეთ რამე გაგონილი. წადი მოინახულე და ამბავიც გამოჰკითხე. თუ ოდესმე გაგიჭირდეს. უთხრა სიძემ, ოდესღაც უბრალო მეღორე რომ იყო. აი ეს სამი ღერი ღურის ჩაგარი ძირს დაყარე და რა ხიფათიც უნდა გელოდეს გადარჩები. წავიდა ხელმწიფე. იარა და ერთ უღრან ტყეში შევიდა. იმდენი ფრინველი იყო ტყეში, იმდენი ცა დაეფარათ, ხეებზე ახუნძლულიყვნენ, დაფრინავდნენ, ჟღურტულებდნენ, იქაურობას იკლებდნენ. შუაგულ ტყეში კი ისეთი სასახლე იდგა, რომ უფროსი დის სახლის სახსენებელიც არ იყო იმასთან. იქ ცხოვრობდა ხელმწიფის შუათანა და ღატა კი მონადირე გამდიდრებულიყო და დოულათით ავსილიყო. მივიდა ხელმწიფე დასთან და სიძესთან, გაუმხილა თავისი დარდი, მაგრამ დამდა სიძემ ზეთუნახავ ფიორიტაზე არაფერი იცოდნენ. უმცროს დასთან წადი იქნებ იმან იცოდეს რამეო. გამომშვიდობებისას სიძემ ხელმწიფეს ჩიტის 3 ფრთა მისცა და უთხრა, როგორც კი ძირს დაყრია ამ ფრთებს, რა გასაჭირიც უნდა გედგეს, გიხსნისო. გაუდგა გზას ხელმწიფე. რაც მეტს მიიწევდა წინ, მით უფრო მეტი საფლავები ხვდებოდა. მთელი მიდამო ჯვრებით იყო დაფარული. ბოლოს, როგორც იყო, მიაღწია თავისი საყვარელი უმცროსი დის სასახლეს. უმცროს დას უფრო მდიდრული და ლამაზი სასახლე ედგა. მე ვიცი, რომელ ქალაქში ცხოვრობს ფიორიტა. უთხრა უმცროსმა დამ ხელმწიფეს. შენ ჯერ ერთ საწყალ დედაბერს უნდა მიაკითხო. ოდესღაც გაჭირვებაში ხელი გავუმართე. დიდი მადლობელია ჩემი. მიდი იმასთან, რითაც შეძლებს დაგეხმარება. სიძემ კი გამომშვიდობებისას ადამიანის ძვალი მისცა ხელმწიფეს და უთხრა. თუ ოდესმე გაგიჭირდეს, ეს ძვალი ძირს დაანერცხე და ყოველგვარი ხიფათისაგან გიხსნისო. მივიდა ჭაბუკი ხელმწიფე იმ ქვეყანაში, სადაც მზეთუნახავი ფიორიტა ცხოვრობდა. იპოვა უმცროსი დის ნაცნობი დედაბრის სახლი. დედაბერმა რომ გაიგოვინეწვია, სიხარულით მიიღო და დააბინავა. თურმე ფიორიტას მამაც ხელმწიფე იყო. დედაბრის სახლის ფანჯარა პირდაპირ გასცქეროდა ფიორიტას სასახლის აივანს და ამ ფანჯრიდან ხელმწიფე შეეძლო ფიორიტას მზერით დამტკვარიყო. ფიორიტა გარიჟრაჟზე დგებოდა და მოსასხამში გახვეული აივანზე გამოდიოდა. ერთ დილას ფიორიტა აივანზე გამოვიდა. დაინახა ხელმწიფემ და ისე მოიხიბლა, ისე გაოგნდა მისი სილამაზით, დედაბერს ხელი რომ არ ეტაცა, ალბათ ფანჯრიდან გადავარდებოდა და დაიმტვრეოდა. ფიორიტას თხოვნა არც იფიქრო შვილო. მამამისი ერთი ღვთისმსხლის სხვა კაცია. ვინც კი ხალის თხოვნა გაუბედა, 3 დავალება მისცა. ვერავინ შეძლო იმ დავალების შესრულება და ყველას თავი წააგდებინა. უთხრა დედაბერმა ხელმწიფეს. ხელმწიფე არ შეშინდა. მივიდა ფიორიტას მამასთან და უთხრა, თქვენი ასული მომათხოვეთო. ხელმწიფემ ჭაბუკი ვაშლითა და მსხლით სავსე ერთ დიდ სარდაფში ჩააკეტვინა და უთხრა. შეჭამდილამდე ამ ხილს? ხომ კარგი? არა და თავს მოგჭრით. მარტო რომ დარჩა ხელმწიფე, მეღორეს სიძის საჩუქარი გაახსენდა. ამოიღო ჯაგარი. დაყარა ძირს თუ არა იმ წუთას სარდაფის ყოველი კუთხიდან გაისმა ღორების ღრუტუნი. თვალით ახამხამებაში შეთქვლიფეს მთელი ხილი და სარდაფი მოაცარიელეს. ბარაქალო? მოუწონა დილით ფიორიტას მამამ. ერთ დავალებას კიდევ მოგცემ. ქორწილის ღამეს ტკბილად მომღერალი ჩიტების გალობით უნდა დააძინო ჩემი ქალი. ვერ შეასრულებ ამ დავალებას და თავს მოგკვეთ. გაახსენდა ხელმწიფეს მონადირე სიძის საჩუქარი. ამოიღო ჯიბიდან ფრთები და არა ძირს. წამოვიდა 1000-ნაირი ჭრელ-ჭრელი ჩიტი. შემოსხდნენ ხეებზე, სასახლის სახურავზე, საყდრის ზარებზე და ისე იწყეს გალობა, რომ ფიორიტას ტკბილად ჩაეძინა. ძალიან კარგი. რა კი ქორწინე? ხვალ დილითვე შვილი უნდა გაგიჩნდეთ. ბაღმა ხვალვე დედა, მამა უნდა თქვას, თორემ თავს მოგკვეთ.
უთხრა ფიორიტას მამამ ხელმწიფეს. ხვალამდე დიდი დროა. უპასუხა ხელმწიფემ. ღამე მშვიდობისა უსურვა სიმამრს და მზეთ უნახავ ფიორიტას საწოლ ოთახში შევიდა. მეორე დილას ჭაბუკმა ხელმწიფემ მესაფლავე სიძის საჩუქარი ამოიღო. დაანარცხა ძირს და უცებ ძვალი მშვენიერ ბავშვად იქცა. ბავშვს ოქროს ვაშლი ეჭირა ხელში და ტიტინებდა: დედა, მამა. როცა ფიორიტას მამა შვილის საწოლ ოთახში შევიდა, ბავშვი მუხლებზე შეაღოღდა, კალთაში ჩაუჭდა და გვირგვინს წაეტანა. უნდოდა ოქროს ვაშლი წამოეცვა ზედ. აკოცა შვილიშვილს ხელმწიფემ, დაალოცა ახალგაზრდები, მოიხსნა გვირგვინი და სიძეს დაადგა თავზე. ჭაბუკი ორი სახელმწიფოს მბრძანებელი გახდა. მერე დიდებული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილში მეღორე, მონადირე და მესაფლავე ცოლებიანად ჩამოვიდნენ.